დილამშვიდობისა საქართველო, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და თქვენ იცით რომ ორშაბათობით გვერდება მიხეილ საგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ ყველას და რასთავარია დადებითი განწყობა. ხა ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უახლოვდებით ნელ-ნელა მშვილდოს დის ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც არის, შაბათს უკვე მზე გადადის მოხსნება მშვილდოსანში და მშვილდოსანი ყველაზე ოპტიმისტური ნიშანია. განწყობის თეორია მათ შექმნილია. აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება დადებითად განეწყვეტ, უკვე ეს ენერგიები ნელ-ნელა მოდის და აი გვიქადიან სწორედ წარმატებას ამ კუთხით. ეხლა მოდი ამხშოთ რა ტენდენციები გვაქვს ამ კვირაში, მთლიანობაში კვირა კარგია, იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს საძლიერებს ურთიერთ გაგებას მეტ ნაკლებად განწყობას, ასტაბილურებს და გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეული იდეების რეალიზაციაც მოვახდინოთ, მოლაპარაკებაც ვაწარმოოთ, ხელშეკრულებებიც დავდოთ, თუმცა რეტროგრადულია მაინც პლანეტა მერკური და რაღაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის, მაგრამ ამას დავძლებთ და მზად იყავით მაინც 29 რიცხვამდე საცობები იქნება მანქანების, სანამ არ გასწორდება რეტროგრადული მერკური, უმჯობესია რომ მაინც ახალ საკიდლებს ცოტა მაინც მოვერიდოთ, ახალს თორე ის რაც უკვე დაწყებული გაქვთ საქმე ან რაღაცა დაუშვათ მოლაპარაკე, ეს გადასარევად წავა, გაგრძელდება, მაგრამ აი ახალი რაღაც არის კომენტ ეხლა 29-მდე ყოველ შემთხვევაში არა. ისე როგორც ახალი საკიდლები. ეხლა რაც შეეხება უკვე გეომაგნიტურ დღეებს, ჩვენ გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე, დღეს ორშაბათი პირველი, შემდეგ არის 4 შაბათი, მერე 5 შაბათი და მერე შაბათი. 4 დღეა და ამ დღეებში თუ ვინმე შეექმნა პრობლემები, მაგალითად იგზავნით რომ თავის ტკივილი გაქვთ, უგუნებობა, რაღაც განწყობა ვერა, პირველში წნევას ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ წნევის მოვლენებმა შეიძლება ეჩინონ თავი და შეიძლება ის პროფილაქტიკით უშველით აქვს საკუთარ თავს. მით უმეტეს 20-ში ჩვენ 5 შაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა ნიშნავს მზის და მთვარის ენერგიების შეერთება ხდება მორიელი ზოდიაქოს ნიშანში. და აქედან გამომდინარე, ამიტომ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები 5 შაბათისთვის არ დაგეგმოთ. ეხლავე უკვე ჩვენ სარგებლოდ პრინციპით ვის გაფრთხილებულია შეიარაღებული, ან წინ უკვე იცით რომ 5 შაბათი უნდა გაატაროთ შიდად. კი ბატონო, წაბრძანდით სადმე ვერნისაჟზე, კარგი კონცერტი მოისმინეთ, კი ბატონო, დადებითი იუმორისტული საღამოები, დადებით ადამიანებთან ურთიერთობა, რაც მეტად პოზიტიური განწყობა და არა რაუბედური ვარ, არა ის რომ რაღა მემომდის ეს ყველაფერი, არა ბოღმა წყენა, არა სამაგიერო და შენგო 20-ში ეს კატეგორიულად იგრძალება. იმიტომ რომ აქ ახალმთვარეობის დროს ყველა სახის პროვოკაციების ალბათობა, მატულობს ჯანმრთელობის გაუღრესების ტენდენცია, მატლობს მათ შორის შარსასქესო სისტემას განსაკუთრებული ყურადღება 5 შაბათს, აი ეს არის სწორედ რისკ ჯგუფში და ამიტომ ესე 5 შაბათის გარდა დარჩენილი დღეები შეგიძლიათ აქტიურად გაიაროთ და ასე ვთქვათ, გარკვეული იდეების რეალიზაციაც მოახდინოთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ ცისკაბადონზე, ესე იგი არსებობს ესეთი ცოტა მძიმე უარყოფითი ენერგიების მმართველი ვარსკვლავი შეატი. შეატი დღეს ხდება პლანეტა ნეპტუნს ცისკაბადონზე. ნეპტუნი კი ეს არის ფანტაზიების, ეს არის ილუზიების, ეს არის სიზმრების მმართველი პლანეტა და ეს არის ასევე შემოქმედებითი ინჭის და ინტუიციის მმართველი პლანეტა. ამიტომ მათი შეერთება მნიშვნელოვანი მოვლენა ამ თვის ბოლომდე 30 რიცხვამდე გასტანს. და აქ რასაკვირველია მოემატებს რაღაც გაუგებარი სიზმრების ტენდენციაც ამასთან დაკავშირებით ისედაც სატურნ-ნეპტუნის შეერთება გვაქვს ცისკაბადონზე კიდე შეატი უერთდება მათ და რასაკვირველია ამიტომ მზად იყავით რომ სიზმრებიც იქნება ზოგჯერ გაუგებარი აბსოლუტურად არაადეკვატური შინაარსის და ზოგჯერ ზოგისთვის შემაშენებელიც კი ეს ამ მოვლენებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მთავარი მაინც სხვა არის. რადგან ნეპტუნი და შეატი ორივე მართავენ წყლის სითხეების სისტემას და სტიქიას. ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება უკვე განსაკუთრებით 5 შაბათიდან, რომ წყალთან დაკავშირებულმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა არ ეჩინონ თავი, შეიძლება წყალდიდობების ფორმი და ასე შემდგომ და კიდევ. მოემატებს ამ შეერთების შედეგად ზოგიერთ ჩილ-ტოლვა ალკოჰოლის სასმელების და ნარკოტიკული ნაერთებისადმი. ესაც იწვევს ცოტა მეტ ყურადღება ზედმეტ ილუზიებში ნუ იქნებით. თორე ესე შეიძლება იყოს დასჯადი და პრობლემების მომტანი. რაც შეეხება ახლა ხვალინდელ დღეს ხვალსამშაბათია მოგეხსენებათ, ხვალ ეცადეთ რომ ყველა ინფორმაცია გადაამოწმოთ, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული რომ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ თუ ყურადღებოთ იქნებით მოტყუების ხერხი. და ამ ხრის ხვის ხაფანგში დაგებულ ხაფანგში არ გაებათ. ზეგ
ცოტა ყურადღებით ოთხშაბათს ავიამოგზაურობების მიმართ რაკაც რაღაც სახის პრობლემებმა ზოგჯერ არჩინოთ თავი, თუმცა აუცილებლობა ამის არ არის, მაგრამ ტენდენცია არის და გავითვალისწინოთ. და რაც შეეხება შაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ცისკაბადონზე, მზე ტოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და ერთი თვით გადადის ცეცხლის სტიქიაში. ანუ ჩვენ უკვე ვითამაშებთ ცეცხლის სტიქიის მოედანზე მშვილდოსანში. შესაბამისად ერთი თვე იქნება მზე მშვილდოსანში, ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს მოუმატებს ადამიანებს რას პირველ რიგში დადებით განწყობას, ოპტიმიზმს, ენთუზიაზმს, გააზრიერებს ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, კომუნიკაციის სფეროები გაძლიერდება და შესაბამისად განწყობაც გაუმჯობესდება. ორგანიზატორული ნიჭი მოიმატებს, მაგრამ მოიმატებს ამავდროულად ნეგატიურ ტენდენციას, რა სუსტრაფობა, ფულის უღრათო ხარჯვისად მიტრგილება, სარკაზმი ისევ აქტუალური იქნება. ამ ნეგატიურს ყურადღება დავუთმოთ ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, სიფრთხილით, მაგრამ დადებითი რაც აქვს და უმთავრესი ოპტიმიზმი ამ ნიშანს, ეს მაქსიმალურად წამოწიოთ წინა პლანს. ეხლა ეს ზოგადი ტენდენციები ამ კვირისა, რომელიც ითხოვს ყურადღებას, მაგრამ დედამიწა რადგან მაინც დადებითი პოზიტიურ ენერგიას, ეს მაინც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კვირა ასე თუ ისე იქნება კარგი. აი, სხვეთში ამის შემდეგი კვირიდან უკვე ცოტა ნეგატიური ტენდენციები თვალსაცემ იქნება. თუმცა იმ კვირასაც არ აუშავს, მაგრამ ცოტა მეტი იქნება, ასე ვთქვათ, საფრთხილების ტენდენცია. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რაც უკვე ისინიც იგრძნობენ აუცილებლად მაინც იმას, რომ კვირა კარგია, სასიკეთოა, ხუთშაბათის გამოკლებით ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია აქტიური მოქმედება და გარკვეული სასიკეთო ცვლილებების შემოტანა თანხმობაში, იმიტომ რომ ეს ზუსტად ის კვირა, რომელიც ჩვენ ძირითადად თვეში ერთხელ გვაქვს, რომელიც ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია. აი დავიწყოთ ვერძით. ვერძი აშკარად იგრძნობს, რომ ნელ-ნელა ამ კვირიდან მოიმატებს მისი ენერგია. ანუ ნელ-ნელა იგრძნობს, რომ მოიმატებს შრომის უნარიანობა, აქტიურად მოქმედების უნარი, სხვაისთვის ძალიან კარგი პერიოდია უკვე მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების დასადება, თუ რაღაც პრობლემები იყო გადასაწყვეტი, მათ გადასაწყვეტად. აქ უკვე შეიძლება მაგალითად ახალ პარტნიორულ თანამშრომლობაზე საუბარი ან ჩამოყალიბდეს კიდევ ეს თანამშრომლობა, რაც იქნება ფრიად-ნაყოფიერი. და უნშოთ რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც უკვე მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი იქნება საკმაოდ კარგი, მაგრამ სამყარო მაინც თქვენგან ითხოვს რას ისევ ენაზე კბილის დაჭერას. აი შემდეგ კვირიდან უკვე შეიძლება თავისუფლად ისაუბრო და ამ კვირაში ცოტა მოდით ასე ვთქვათ, ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. წინ და წინ ნუ გათქვათ ინფორმაციას, თორემ მერე შეიძლება ყველაფერი ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ. მაგრამ realობაში ის რომ უკეთესობისკენ ვიდის ვერძი, როგორც ენერგეტიკის ჯანმრთელობის კუთხით, ასევე საქმიანი და ურთიერთობების კუთხით ეს უდავოა. რაც შეეხება კურსს, შაბათს ვიზაშულთან. ნუ რა საკვირველია, არა, ეხა იცი რა არის, უკვე დღესაც მე რო ვატყობ, ნელ-ნელა უკვე ამ კვირაში იგრძნობენ ესენი, რაც მეტად მზე მიუახლოვდება, აი რაღაცა და ტრანსფორმაცია უკვე იწყება ამ ნიშნებში. ამიტომ ნელ-ნელა გამოცოცხლდება ეს, მაგრამ ნუ შაბათის მერე რასაკვირველია უკვე დღესასწაულია მათ ქუჩაზე, იმიტომ რომ ნუ რეალურად აქ უკვე ცეცხლის სტიქია შემოდის მათი მშობლიური, ხო? ეხლა კუროს რაც შეეხება კუროებო შემოკარგებო ეს კვირა პრინციპში კარგია ერგოტონუსი ჯერ კიდევ საკმარისად მაღალია იმისთვის რომ იშრომოთ აქტიურად ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინოთ დისციპლინირებულები იყო და ასე შემდგომ ამიტომ შანსები კარგია მათ შორის ფინანსური კუთხითაც პროფესიონალური განვითარების კუთხითაც შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა საკმაოდ კარგად წარმართოს და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორული თანამშრომლობა იმიტომ რომ ის ბევრად განაგებს თქვენი წარმატების ფაქტორებს გინდათ ბიზნეს საქმე წარმატებები გინდათ პირადი ურთიერთობები რაც მეტად გექნებათ სტაბილური და კარგი, მით მეტია შანსი თქვენი წარმატების და შემოქმედებითი კუთხით იმუშავეთ ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ. აქ მაგალითად თუ ხარ ჩართული მით უმეტეს დიზაინში, არქიტექტურის სფეროში, პარტნიორულ კოსმეტიკურ ბიზნესში, იურისპრუდენციაში, ამ სფეროებში შეიძლება ძალიან კარგად გაშალოთ ფრთები და წარმატებებსაც მიაღწიოთ. ერთადერთი რაც ითხოვს მაინც ცოტა ყურადღებას აქ ფრთხილად მაინც ფულთან. ზედმეტი ხარჯი, მით უმეტეს ესეთი რა, უაზრო და დაუთვლელი პრინციპში კუროსეს არ უყარს ყველაფერს ითვლის, მაგრამ ნუ მაინც ასეთ ტენდენციები შეიქმნება არა კუროს გამო, არამედ ვიღაცების გამო. შეიძლება მაგალითად აქ იყვნენ აქ ჩართული მეგობრები, სასწავლო პარტნიორები და ნაცნობები და შემდგომ და ყოველ შემთხვევაში ყურადღებით, იმიტომ რომ ინვესტიციებისთვის სერიოზული ასე ვთქვათ კაპიტალ დამატების მაინც არ არის კარგი პერიოდი და მით უმეტეს თუ რაღაც ესეთი განსაკუთრებულად აი საინტერესო ვითომ წინადადება ზედმიწევნით თუ არა წონდაწონით და ჩადებთ ფულს დანაკარგების წინ შეიძლება სერიოზულად აღმოჩნდეთ. ამიტომ ზედმეტი ფულის ხარჯს მაინც ჯერ თავი ავარეთოთ.
რაც შეეხება ტყუპები აშკარად გამოცოცხლდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ მატლობს გონება מחვილობა, მატლობს მასში კომუნიკაციის უნარი, აი რო ეთქან სურვილი მოგზაურობისა ეს რადიკალურად ძლიერდება, სხვა შეშეგულებების დადებაც, მოლაპარაკებაც საკმაოდ კარგად იწარმოებს, შეიძლება ახალი საინტერესო იდეები ჩამოყალიბდეს ახალ პროექტებში, ჩაერთოს ეს ნიშანი, უცხოენები ადვილად აითვისოს კიდევ უფრო მეტად და შემდგომ, ამიტომ შესაძლებლობები მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქვს. სხვა პარტნიორული ურთიერთობაც გაცილებით უკეთ წარიმართება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთია რომ ბევრი კარგი შესაძლებლობა მეორე ორგანიზმის საშუალებას გაძლევთ. რას უგველია თქვენ შაბათის მერე კიდევ უფრო გააქტიურდებით. ეხაც ნელ-ნელა გემატებათ ჯანი, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ჯერ იმდეს ნუ აიღებ საკუთარ ჯერ 24 საათიან რეჟიმში აქტიური მოქმედებისთვის მზად არ ხართ. აი ეს გახსოვდეთ. ნელ-ნელა გააქტიურდით და უკვე დაიწყეთ რაღაც აქტიური მოქმედება, მაგრამ გადაღლის გარეშე. მაშინ გაცილებით უკეთეს და სასკეთო კვირა იქნება თქვენთვის. გერჩხიბებო. კვლავ გრძელდება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ რაც შეიძლება მეტად აქტიურობთ, იმიტომ ინტუიცია გაქვთ ზეღრმა და ზემძაფრი, რომლის მეშვეობით სწორ არჩევანს აკეთებს, სწორ ნაბიჯებს გავთ. ახალი იდეების პროექცია ძალიან კარგი იქნება და შესაძლებლობები ძალიან კარგი. თქვენ ძალიან კარგი შემოქმედი იქნებით. აქ შეგიძლიათ შედევრები შექმნათ ხელოვნების ფართო სპექტრში. ძალიან კარგი ურთიერთობებს ამყარებთ შვილებთან. სასიყვარულო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. მათ შორის შეიძლება აქ ზოგიერთი აღმოჩნდეს ახალი რომანტიკული ურთიერთობების წინაშე. აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, ამიტომ იღბლიანობაც მაღალი გაქვთ. ამიტომ გინდათ მატერიალური კუთხით, გინდათ პროფესიონალური კუთხით, ძალიან კარგი შანსები გაქვთ წინსვლისა და განვითარების. ამიტომ რაც შეიძლება მეტად იმოქმედეთ, იმოძრავეთ და ასე შემდგომ, რათა ეს დადებითი პერსპექტივები მრავალმხრივი მაქსიმალურად გამოიყენოთ. გინდათ მგზავრობა, მოგზაურობა, ბიზნესი, შემოქმედება, ყველაფერი გადასარევად გამოგდით. რაც შეეხება ლომს, იმპერატორთა ნიშანი აშკარად გამოცოცხლდება, იმიტომ რომ ენერგია ემატება, არასთხოვარი ეს კრიტიკულობა, რაც მას ჰქონდა სხვების მიმართ, აი ეს იკლებს, ესეთი კრიტიკული აღარ არის, როგორც იყო, ეგეთ პრეტენზიები ცოტა უიკლებს მასში, რომ ძალიან კარგია, დაათბობს ეს ურთიერთობებს და სხვა შორის კარგი პერიოდია საოჯახო კიდე საკითხებისათვის. აი მაგალითად დაგვრჩათ რაღაცა, ეს სახში გაქვთ მოსწესრიგებელი, ხო, რაღაცა გინდოდა, თან რაღაცის ყიდვა გინდოდა, სახში შემოგეტანთ, გაგელამაზებინათ დიზაინი, აი ძალიან კარგი პერიოდია. ეხლა გაცილებით უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცსავებთან, ოჯახის წევრებთან და ეს ერთობლიობა, რომელიც აქ უკვე ისადგურებს, გაძლევს საშუალებას მათი მხრიდან თანადგომისა. ეს კი ძალიან დიდი წარმატების ფაქტორია. ეს კვირა გაატარა ჯერ კიდევ სამშობლოში, იმიტომ რომ აქ გაქვთ ძალიან კარგი შანსები. მათ შორის შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი წინადადება. განვითარების ახალი ბიზნესი შეიძლება პროფესიონალური განვითარების კუთხითაც კი. ამიტომ პერიოდი საკმაოდ უკვე კარგია, ოღონდ გადაღლის გარეშე. ანუ დაღლა კი გადაღლა არა, რატომ? იმიტომ რომ ენერგია გემატებათ, მაგრამ ჯერ არ ახართ იმ ჯანზე, რომ 24 საათიან რეჟიმში დინამიურად იმუშაოთ. მეხუთი და ამიტომ ესეთი პერიოდი დაგიდგებათ, თუნდაც უკვე შემდეგ კვირის შემდგომ. აი ახლა უკვე ნელ-ნელა ამოძრავდით, მაგრამ არ გადაიღალოთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ქალწული, აი ვინ შეიძლება დაიღალოს და გადაიღალოს კიდეც, იმიტომ რომ ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, შრომისმნარია, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, ყველაფერი გამოსდის. გინდა კოლექტიური ძალისხმევა, გინდა ინდივიდუალური შემოქმედება, ყველაფერი შეხა ძალიან კარგია. ფინანსური კუთხითაც შეიძლება გამოჭობეს თავის შესაძლებლობები, ეს ის პერიოდი, რომელსაც არის პერიოდი მრავალფეროვანი კონტაქტების ქალწულებო. ეხლა სახში ნუ დაждდებით. პირიქით მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა, ანუ აქედან მოდის საინტერესო ინფორმაცია, აქედან გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, აქ ჩამოყალიბდება ახალი თქვენი პარტნიორული თანამშრომლობა და შესაძლებლობები და ამიტომ რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ. აქ ყველა გეხმარება და იგრძნობთ ამას. მეზობლებიდან დაწყებული, მეგობრებიდან დამთავრებული, ყველა თქვენს თანადგომაშია, რაც ერთივარად აძლიერებს თქვენს წარმატებებს და სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შეიძლება ახალი ცოდნის მისაღებათაც კი. რაც შეეხება სასწორებს, გამოცოცხლებიან აშკარად, იმიტომ რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა ემატება, ჯანზე მოდიან, რომ თქვენ კომუნიკაცია გაძლიერდება, განწყობაც უმჯობესდება, ემოციურად უფრო მშვიდდებიან, პარტნიორული თანამშრომლობაც უფრო მეტად ნაყოფიერ ელფერს შეიძენს, ამიტომ შესაძლებლობა სხვა შორის ადრეული საქმეებიდან ეხლა მატერიალური დივიდენდების მიღებისა არის, ამიტომ ამან შეიძლება გამოჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ კარგად გახსოვდეთ, ფულს უბრალოდ უნდა ხარჯავთ, იმიტომ რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან თქვენი აი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებას და არასწორი ხარჯვის შედეგად, არასწორი ინვესტიციების შედეგად შეიძლება დიდი დანაკარგების წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ ნუ რავის ნუ აყვებით, ჯერჯერობით ზედმეტ ხარჯს თავი დაანებეთ. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უკეთესი. თორე ხა ის რაც აუცილებელია, ეს კი ბატონო. მორიელს რაც შეეხება
ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კარგი კვირა გაქვთ თქვენ. ენერგოტონუსი მაღალი, მიზიდულობა შარმი, არნახული, კრეატიული ხართ, ფრიად მიმზიდველი, ყურადღების ცენტრში ადვილად ხდებით, ნამდვილი ლიდერი, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, ზეინტუიციური, ყველაფერი გამოგდით. იდეების რეალიზაცია გინდათ, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების დადება, ურთიერთობები, ყველაფერში ხართ ძალიან კარგი და წარმატების შანსი გაქვთ ძალიან კარგი. მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გამოჩვენების კუთხით, მაგრამ ეს ყველაფერი წყალში არ გადაყაროთ. რით თქვენი განსაკუთრებული იმიტომ რომ ენერგია რო გაქვთ ბევრი ჯანი და ყველაფერი გამოგდით ეხლა გინდათ კიდევ მძაფრი შთაბეჭდილებების მიღება იმიტომ რომ ეს ერთია იგივეობა ცოტა მოგბეზდათ აი ეს მძაფრი შთაბეჭდილებები არ გადავიდეს ექსტრიმში მათ შორის ექსტრემალურ სპორტის სახეობებში თორემ მე შეიძლება ტრავმატოლოგიით დაამთავროთ და ეს ყველაფერი გადაგეღაროთ წყალში ამიტომ სიფრთხილე წინ დახედულობა ექსტრემის შემთხვევაში აუცილებელია და სხვა მხრივ იაქტიურეთ, იმიტომ რომ შესაძლებლობები გაქვთ მრავალმხრივი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასამახსოვრებელი კვირა გაქვთ წინ. რაც შეეხება შულდოსებს, აი შულდოსანი აშკარად გამოცოცხლდება, იმიტომ რომ გზნობს უკვე რომ ნელ-ნელა უახლოვდება ასე ვთქვათ მზე მის ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ნელ-ნელა ყოველ დღე მოგემატება ჯანი, ენერგია, განწყობა, ნელ-ნელა გამოუჭებესდება კომუნიკაცია, გონება מחვილობა, ახალი იდეები წამოვა, პარტნიორული თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერ ელფერს იღებს. გზნობთ რომ ნელ-ნელა მაგალითად კოლეგები და ხელმძღვანელები მეტად გაფასებენ მათი მხრიდან დახმარების ტენდენციას მოიმატებს, ამიტომ აშკარად უკვე კარგი შესაძლებლობების პერიოდია, მაგრამ ჩვენ გავიწყდებთ რომ ჯერ კიდევ მზე ყოფება შაბათამდე მორიელში. ეს ნიშნავს რომ არძინოთ პარუმტრებს, ჭორებს, ინტრიგებს, მოშურნებს, თქვენ ზურს უკან აკონტროლეთ რა ხდება და ენას გველი დააჭირეთ. საიდუმლო არ გათქვათ. მაშინ კვირა იქნება გაცილებით სტაბილური და შემდეგ კვირიდან ხო იწყება თქვენი ვარსკვლავური დრო. მოემზადეთ ახლა დასახეთ გარკვეული გეგმები, რაღაც იდეები ვის უნდა შეხვდეთ, რა უნდა გააკეთოთ, რა პროექტი ჩამოაყალიბოთ და უკვე შემდეგ კვირიდან უკვე დაიწყეთ ამის რეალიზაცია. დღის ძალიან აქტიური, ენერგიულია, შარმიანია, მიმზიდველია, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობა გინდათ, სასქესო კონტაქტი გინდათ. აქ იმდენად სწორად იქცევა და იმდენად კარგადაა გათვლილი, გეგმაზომიერად მუშაობს, რომ ეს მოწონებას იმსახურებს კოლეგების და ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ეს მაქსიმალურად ეხმარებიან და მაქსიმალურად ხელს უწყობენ ასევე მათ წინსვლა და წარმატებებს. ამიტომ ფინანსური კუთხით გნებავთ, ნებისმიერი სხვა კუთხით, პროფესიონალური კუთხით ძალიან კარგი წინსვლის პერსპექტივა გაგვდა. თან რეფორმატორული პერიოდია. რაღაც ახალი იდეები გინდოდათ, ახალი მეთოდოლოგიები გინდოდათ, რაღაც ახლებურად გინდოდათ, ცხოვრება შეგეცვალათ, აი ხა საუკეთესო დროა. რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან, საიდანაც მოდის ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ძალიან საინტერესო ადამიანები შეიძლება გაიცნოთ. რაც შეეხება მერწყულებს, ფინანსური დროა. ჩემო კარგებო, მოდის ფინანსები, შეიძლება რაღაც ახალი პროექტები და შეიძლება ძველი პროექტები და ამიტომ გაქვთ საშუალება რომ მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაუმჯობესოთ და ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე, რატო? იმიტომ რომ ამის შედეგად თქვენ შეიძენთ აგარაკ, შეიძენთ ახალ ბინას, შეიძენთ ახალ ავეჯს, კეთილ მოაწყობთ თქვენს და დაუშვათ სახლს, რაც ასიკეთოთ იმოქმედებს თქვენზე და თქვენს ურთიერთობებზე მათ შორის პარტნიორებთან. მაგრამ ამავდროულად იღავით ყურადღებით, ზუსტად აი ეს ფული, როგორც ტრადიციულად ხდება, მაცდუნებელია და ზოგიერთი მათ შორის პარტნიორი მოედომებს ამ ფულის გამოყენებას აბსოლუტურად უაზროდ. რის გამოც შეიძლება აბსოლუტურად არა იმაში დაგახარჯინოთ თანხა, რაც პირიქით საჭიროა და ამის შედეგად შეიძლება ფინანსური სირთულეების წინაშე დადგეთ. ამიტომ ეცადეთ რომ აქ ფული დახარჯოთ ჭკვიანურად, თქვენ რაზეც გინდათ. ის ჯობია ვიდრე ვიღაცების ასე ვთქვათ იმას აყვეთ ტენდენციებს და გაითვალისწინოთ რომ ნელ-ნელა გემოტებათ ენერგია ჯანი, რაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს თქვენ შესაძლებლობებს შემდეგი კვირისთვის. რაც შეეხება თევზებს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანი ენერგოტონუსი მაღალი ჯანზეა ეს ნიშანი, რომ თქვენ ფრიად პოპულარულია, მიმზიდველია, ინტუიციურია, შემოქმედია. ეს პერიოდი კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, თქვენ შეიძლება ინვესტიცია მოიზიდოთ ასე უცხოეთიდან. შემოქმედებითად იმუშაოთ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში 1-2 მატლობს, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო კვირა წლის განმავლობაში აი ეს რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, მაქსიმალურად აქტიურად გაიარეთ და იღავით წარმატებულები. ეგ როგორც ვატყობ, მთელი კვირა გვაძლევს მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ხუთშაბათის გარდა. თითოეულ ნიშანს, ასე რომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს უკვე კარგად იცით და ჩვენ ამ ფორმატში ტრადიციულად უკვე მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ამ არხზე და ბატონ მიხეილ ცაგარელი უკვე შემდეგი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გაგვაცნობს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და დროებით აგემშვიდობებით.